ვერავინ გამაჯერებს და ვერავინ გადამიყვანს სამჭკუიდან რომ მე იუბილე გადავიხადო. მაგრამ ეხლა რაღაც ამდაგვარი გამოდის. აი, აღარც ბილეთებია, ისეთი ამბავია. ისეთი უჩვეულოა, ესეთი მოულოდნელია ჩემთვის. რა მოხდა ბატონო, ასეთი რომ შეგეშინდება და ხეს ვფიქრობ რა შეასახმე. ასე რომ მერთმა ხელი მოგვიმართოს, მერთ იყოს შენი ფარი. ამ ქვეყნად თეატრი და მსახიობობა რომ არ ყოფილიყო, რამაზ ჭიკვაძე მოიგონებდა არტისტობას. რადგან სადაც რამაზი იყო, იქ თეატრი იყო. სადაც თეატრი იყო, იქ ყველა ცდილობდა რამაზის დანახვას. სწორედ მას შეეძლო ერთი ყველაზე ჩვეულებრივი ამბავი ჯადოსნურ მოვლენათა რიგად გადაექცია და საზოგადოება იმ დროსა და სივრცეში ემოგზაურებინა, რომელსაც რამაზ ჭიკვაძის დრო და სივრცე ერქვა. არ ვიცი ახლა აი როგორი იქნება ახლა ესეთი ამბავი ტრიალებს ახლა რომ უკვე მსახიობს ხო იცი და შეგეშინდება სცენაზე გასვლა ფიქრობ რა შეესახმე გასვლა რა მოხდა ასეთი ვერ გავი დიდი მადლობელი ვარ ბატონო ჩვენი სიცოცხლეა ჩვენი სიცოცხლე ეს არის სპექტაკლებია ჩვენი მოგონება და ნუ ახლა იმდენი ახალგაზრდობა ახლა რომელსაც არ უნახავს ეს სპექტაკლიო ეს 2006 წლის ჩანაწერია 20 წლიანი პაუზის შემდეგ რამაზ ჭიკვაძეს უკანასკნელად უნდა ეთამაშა კავკასიური ცარცის წრე. ჩემი თაობის მაყურებელს პირველად და უკანასკნელად ეძლეოდა ჩანსი, რომ დიდი არტისტის სცენაზე დაენახათ. ბილეთები 1 საათში გაიყიდა და თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები მივხვდით, რომ ამ უკანასკნელ შანსს რამაზის სცენაზე ხილვისას ვკარგავდით. შემოვანგრიეთ თეატრალური ინსტიტუტიდან რუსთაველის თეატრში გადმოსასვლელი კარები დაახლოებით 1000-მდე სტუდენტმა და თეატრში შემოვიჭერით. ვიყავით ყველგან გასავლელებში, ლოჟებში, იარუსებზე, ყველგან და ველოდებოდით, როდის დაიწყებოდა მესამე მოქმედების რეპეტიცია, რომ რამაზ ჭიკვაძეს სცენაზე გვენახა. რამაზი ჩვეულებისამებრ ჯინსებით გამოვიდა, ცენტრიდან წამოვიდა ავანსცენისკენ და დაინახა სავსე პარტერი. იმ მაყურებლით, რომელსაც ის თეატრში არ შეხვედრია. და სწორედ მაშინ დაიჯერა რამაზ ჭიკვაძემ, რომ ის ქართული თეატრის მარადიული საკუთრება იყო. სამგროშიანი ოპერა მეფე ლირი რიჩარდი კურდღელი და ჩანთა კავკასიური ცარცის წრიდან კირილე მიმინოშვილის ქუდი ყვარყვარე და 1928 წლის 28 აპრილის ჩანაწერი დაიბადა ბიჭი 1928 წლის 28 თებერვალს დილის 9 საათზე. საღამოს სახლში რომ დავბრუნდი, ელენე მუცელ მტკივანი დამხვდა. ცოტა შევნაყრდი და წავედი მაროს მოსაყვანად. მთვარიანი ღამე იყო. ბავშვი დაიბადა მშვიდად, ექიმის დაუხმარებლად. პირველი აღუ სიმღერით წარმოსთქვა. ეს წერილი რამაზ ჭიკვაძის მამას, გრიგოლ ჭიკვაძეს ეკუთვნის. გრიგოლ ჭიკვაძე კონსერვატორიის პროფესორი იყო. 6 წლის რამაზი უკვე როიალთან იჯდა და საკუთარ ნაწარმოებს უკრავდა. ცხადია, კონსერვატორიის პროფესორს არ გამოფპარვია მისი შვილის უნიკალური მუსიკალური მონაცემების შესახებ და რამაზის დიდ ვოკალურ კარიერაზე დაიწყო ფიქრი. 7-8 წლის რამაზ ჭიკვაძე მოზარდ მაყურებელთა თეატრში წაიყვანეს სპექტაკლზე შორეული გზებით.
ისე მოინუსხა დრამატული ხელოვნებით, რომ შემდეგ ხშირად იხუმრა. ისე მომეწონა ეს სპექტაკლი, რომ ამ შორეულ გზებს დავადექი, რომ სოფლიოს რამდენჯერმე დავარტყიწრე ჩემი პროფესიითო. მერე მალევე პიონერთა სასახლეში, ბიჭიკო ჩხეიძის დრამწრეში მიიყვანეს. იქ გაიცნო მომავალი მეგობრებები კარლო საკანდელიძე და გურამ საღარაძე. რამაზე არტისტობაზე ოცნებობდა, მშობლები ვოკალურ კარიერაზე. გაჭირვება იყო, შიოდა ყველას. რამაზი შიგადაშიგ შაბათ-კვირას კუკიის სასაფლაოზე დაყვებოდა ქსოვრელებს და დუდუქზე უკრავდა. ერთ დღესაც გრიგოლ ჩხიკვაძესთან შევიდა კონსერვატორიის პარტკომი და უთხრა: თქვენ რომ გონიათ თქვენი შვილი ვოკალის გაკვეთილებზე დადის, ყოველ შაბათ-კვირას დაკრძალვის დღეებში კუკიაზე ქსოვრელებთან უკრავს და წინ ბოლოკი და მჟავე უდევსო. კუკიაზე სიარული მამამ აპატია. დედა კაცრი და პრინციპული ქალი იყო. ერთხელ ისიც კი უთქვამს, როიალზე მიბმა რომ დამჭირდეს, მივაბავ და მუსიკალურ განათლებას მაინც მივაღებინებო. როგორც იქნა რამაზმა დაარწმუნა მშობლები და თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. მისი პედაგოგი დიმიტრი ალექსიძე გახლდათ. განსაკუთრებით კი ქალბატონი მალიკო მრევლიშვილი უყვარდა. ამ ჯგუფს დღემდე ვარსკვლავურ ჯგუფად მოიხსენიებენ, რადგან ამ ჯგუფში სწავლობდნენ რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე, ლეილა აბაშიძე და ქართული თეატრისა და კინოს სხვა არტისტები. მოდით ახლა ვნახოთ პატარა ჩანაწერი, რომელიც რამაზ ჩხიკვაძის დაკრძალვის დღესაა ჩაწერილი და როდესაც მას მისი ჯგუფელები იხსენებენ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კი არ გახდა პოპულარული. არამედ პირველივე კურსზე იყო უკვე დასრულებული მსახიობი, რომელიც შეიძლებოდა თეატრში ემუშა. ისიც და შენ ორივე. ორივე მოეგრევა. ხო გენაცვალო. აბარა. არაჩვეულებრივად გვიფრთხილდებოდა გოგოებს. არაჩვეულებრივად. ესე იგი თუ წამოხსებოდა რომ აი მე მშია წყალი მინდა. აი ეს ახლა გაჭმე. მეს მშია ახლა აყირდებოდა. გაუჩინარს გააჩენდა. გავარდა და მოიტანა და მალავს უკან. და ამოიღო შავი პური დაგვიდო დაჭრილი. რა არის ეს როგორ უნდა ვჭამოთ? იცი რას გეტყვით? აიღო და უკან გამოიტანა და ბულკს გვაჩვენებს. ამ ბულკს უყურეთ და ეს შავი პური ჩავით. მე ვერაფერს ვერ მიშვებოდი. ალბათ ჯინი ქონდა. ბევრჯერ სადაა და უნდა და რომ გევეცინე. არა. მე ვუყურებდი. არ გამოდიოდა. ბოდიში ხა. თუ რაღაცა ძალიან მისი ესთეტიკისთვის მიუღებელი იყო, ან რაღაცა რამაზის ქცევა. თვალებს დახრიდა ინცავს. თავს ხრიდა მხოლოდ. ასე. რო არ დაედახა. ძალიან ძაფრი სიტუაცია. ყველაზე მთავარი ობიექტი ანეკდოტების ვიყავი მე. ვერ ჭამდა და ვერ სვამდა. დახოცილები იყვნენ ჩემ შესახებ სულ. და ერთხელ მოუტრიალდა როყვება. რა გეშველებოდა მე რო არ დავბოდებოდა. და მე რას მიშვებოდა გურამ გასაგებია. ფილმში ხო მე არ მღერი ვარ. ხო. თემომსოფლიო მიწის რომ მე და ამირანაშვილი მღერის მე მხოლოდ პირს ვარ. ახლა ამას ატრიალებდა როგორ? დაიწყებდა სუფრაზე. აბა პირველი მითხარი. ის არ მღერი ვარ, მე არ ხმარ, მე უყურებდი ხომ. აბა მეორე მითხარი, აბა ამყევი. ამას მიკეთებდა ყოველი შეკრების დროს. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე რამაზ ჩხიკვაძე რუსთაველის თეატრის მსახიობი გახლდათ.
მისი შემოქმედების პირველი პერიოდი სულაც არ იყო იავართქმნილი ამ თეატრში. როლები ჰქონდა, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა ვერ ახერხებდა. გადიოდა დრო და რამაზი უფრო ხშირად ფიქრობდა თეატრიდან წასვლაზე. ეტყობა არასწორად ავარჩიე პროფესია და ისევ მუსიკალურ კარიერას უნდა მივხედო. რუსთაველის თეატრის მუზეუმში არსებობს ერთი ბრძანება, რომელსაც ხელს აკაკი ხორავა აწერს. რამაზ ჩხიკვაძის თეატრიდან გაშვების შესახებ. რამაზი თეატრიდან წავიდა და მოსკოვის კონსერვატორიაში ჩასაბარებლად გაემგზავრა. სხვათა შორის მოსკოვის კონსერვატორიაში ვოკალურ ფაკულტეტზე რამაზთან ერთად სერგო ფარაჯანოვიც აბარებდა. ჩავიდა მოსკოვში, მეორე დღეს გამოცდა აქ და წინა დღით ისევ მოზარდ-მაყურებელთა თეატრში მივიდა სპექტაკლზე. ისევ აღბრთოვანდა თეატრალური პროფესიით, დრამის მიმართულებით და გადაწყვიტა, რომ ჩაჭრილიყო. გავიდა კომისიის წინაშე, სპეციალურად შეცდომებით იმღერა და დაელოდა განაჩენს. კომისიის თავმჯდომარემ რამაზი იხმო და უთხრა: "ყმაწვილო, თქვენ მღერით შეცდომებით, მაგრამ თქვენი შეცდომები იმდენად გენიალურია, რომ ჩარიცხული ხართ პირველ კურსზე." ლიმიტებმა უშველა, წამოვიდა უკან და რუსთაველის თეატრში გააგრძელა მუშაობა. პარალელურად კინოშიც იღებდნენ და ერთ-ერთი პირველი როლი, რომელიც მან ქართულ კინემატოგრაფში ითამაშა, გახდა ციკო დოლიძის ფილმი ჭრიჭინა. არქიტექტორი ნამორაძე. იმღერე, პროფილე. შეროგერი 25 წლის გორია ჩემი თავი. მე რომ დამიძახეს ამ ფილმზე, მაშინ ახლა მე პირველად ვიღებდი ეს შენ პირველი ფილმი იყო და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო, ასე 24 წლის ვიყავი, 23-24 და ძალიან ვთილოდი, რომ ძალიან ლამაზი ყოფილიყავი. ეს ქოჩორი ვარ. ეს ვაუდა გაშერები ტუჩები და დაპუდრული სახით მის ფიქრებს ალობენ ტეილორი და ხოლმე და ანდა სულ იყურებოდი სარგეშე წაბები როგორ ამახეს თმა როგორ მექნება ხუჭუჭით მე ვიქონა მაშინ დიდი აუ როგორ ვეფერებოდი ასე სანამ ამაზე უნდა გავხდები და ვაშენ მქონდა დიდება და წარდი არ ვიცი ისე როგორ შეგროვდა ჭრიჭინაში თუ საგანგებოთი ვარცხნი და თმას, ულვაშებსა და ქოჩორს აღიარება ისეთმა როლმა მოუტანა, სადაც თმა საერთოდ არ ჭირდებოდა. სუსტად 60 წლის წინათ მიხეილ თუმანიშვილმა გადაწყვიტა, რომ რუსთაველის თეატრის საკონცერტო დარბაზი ექსპერიმენტისთვის გამოეყენებინა და დადგა სპექტაკლი ჭინჭრაკა. თბილისელმა მაყურებელმა კარგი საჩუქარი მიიღო. რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე წარმოდგენილი იქნა სპექტაკლი ჭინჭრაკა. პიესის ავტორია გიორგი ნახუცრიშვილი, რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები:
ბელა მირიანაშვილი, კარლო საკანდელიძე, სერგო ზაქარიაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ეროს მანჯგალაძე, გიორგი გეგეჭკორი, ზეინა პოცვაძე, ნოდარ მარგველაშვილი. აი ახლა კი შვილოსწორე კითხო, ერთი ბაზაკიანად მივაქვს, მაგრამ მერე თავი არხე ინტილს ნივცე. მართლაც დავაღავახშამ სიმფათიანად მივაძღები რომ ვა ბარიდა აჰა ეს ხო ისა ეს ხო ერთი მერე ერთი და ერთი ეხლა ესეთ კარტო ორი რა თორია მარა მერე ორია ესეთ ორი არა ესეთ ეხლა ერთხელ შესაძლი ხუთია სამი კაცო სამი რამაზი ამ დროს 35 წლისაა, სერგო ზაქარიაძე 54 წლის. რამაზისთვის ქოსიკო 26 როლია. 26 როლში შეძლო რომ დაემტკიცებინა ის, რისიც ყველაზე მეტად თვითონ სჯეროდა. რამაზ ჩხიკვაძეს ასეთი მოგონება აქვს, თავიდან ჭინჭრაქის როლზე ვიყავი კარლო საკანდელიძის დუბლიორად განაწილებულიო. მიშას ხშირად უყვარდა მსახიობის დაჭდა, დაქსვავდა კულისებში ან პარტერში და გაყურებინებდა შენი დუბლიორი როგორ გადიოდა რეპეტიციებსო. მეც მივდიოდი და ვუყურებდი კარლო საკანდელიძესო. ერთ დღესაც წელკავი მქონდა, ნაბახუსები ვიყავი, ხმა მქონდა ჩახლეჩილი და ველოდებოდი, როდის დამთავრებოდა რეპეტიცია, რომ ჩემი საქმე გამეგრძელებინაო. სწორედ ამ დღეს თუმანიშვილი შემოტრიალდა და უთხრა: რამაზ ადი, ჭინჭრაქა გაიარეო. რამაზ მიშასთვის უთხოვია, ჭინჭრაქა არა, იქნებ ქოსიკო მრჩეველი ვცადოთო. ავიდა, დაჭდა, წელში მოღუნული, ჩახრენწელი ხმით, პირველი რეპლიკა უთხრა პარტნიორს, მერე მეორე. მიშას სახე გაუბრწყინდა და წამოიძახა. დატოვე, გააგრძელე, გენიალურია. და მიშას წამოძახება გაიზიარა თელმა ქართულმა საზოგადოებამ. ჭინჭრაქაში დაიბადა დიდი არტისტი რამაზ ჩხიკვაძე. მიხეილ თუმანიშვილი თავის მოგონებებში დაწერს: ის თანატოლთა შორის თანატოლია. შვიდკაცას დროს. ახლა კი ის თანასწორთა შორის უპირველესიაო. ჭინჭრაქას შემდეგ მან უჩემოდ გააგრძელა გზა დიდებისკენო. რამაზ ჩხიკვაძეზე რობერტ სტურუა იტყვის: დიდი არტისტი რამაზ ჩხიკვაძე სწორედ ქოსიკოთი იწყებაო. ჭინჭრაქას პრემიერიდან 1 წლის შემდეგ რამაზის პედაგოგი ბატონი დოდო ალექსიძე ქართულ თეატრში პირველად დადგავს ბრეხტს სამგროშიან ოპერას და ავაზაკის როლს მექიდანას სწორედ რამაზ ჩხიკვაძეს შესთავაზებს. Sigudilama, der Zispiras, der Somcheli, Daria, Risichiris, Cholera, Solo de Mekis, Bralia, Tukvira Dres, Strenzegazis, Pomsichilop, Itzodet, Bernel Shukashi, Mekidatzis, Isaravis, Itzodet, Semayer Shemoli, Dahi Kargam, Iskolska Chlop, Ramali, Hop, Hop, Mekidam, Semat, Asara, Dasavadi, Salagakara, Alfonska Lairik, Ringoigat, Ammasab, Mekiditsi, Semagrama, Itkademeki, Danasa, Akhalgadra, Risadgani, Shehubria, Karevi, Hop, Hop, Agra Pasu, Saragebe, Kavadanabekinis, Kanevi. 1968 წლის 1 ოქტომბერს რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში ხანუმას დადგამს. რობერტ სტურუას უწერია ისე მიყვარს ხანუმა, როგორც დედას უყვარს თავისი მახინჯი შვილიო.
სპექტაკლი, რომელიც 10 წელი ანშლაგებით მიდიოდა და რომლის სანახავად ვერასდროს ბილეთს ვერ იშოვიდი. სალომე ყანჩელი იგონებდა ერთხელ სპექტაკლის შემდეგ სახლში მივედი და გამახსენდა, რომ წამალი, რომელიც უნდა დამელია კოსტუმის ჯიბეში დამშა და უკან თეატრში მივბრუნდიო. შევიდა თავის საგრიმიოროში, ხედავს, რომ კოსტუმი არ კიდია. უცბად რადიოში ესმის ხმა, თეატრში შიდა გაყვანილობის რადიოა, ნაცნობი ტექსტის, რომელსაც თვითონ ამბობს ხანუმაში. გამოვიდა საგრიმიოროდან, გამოყვა ხმას, გამოვიდა სცენაზე და რას ხედავს. ეროსის, რამაზის, სალომეს, ჯემალყაყანიცის და სხვათა კოსტუმები აცვიათ თეატრის გრიმიორებს, ბუტაფორებს, სცენის მემანქანეებს და მღერიანდაც ეკავენ ამათ ტექსტებს. ეს გენიალური სიმღერები მთელმა საქართველომ ზეპირად იცოდა. Ganu, ai se ședu șagin tamtore. Ganu! Șețlamasi, bețlamasi, Ganu mișcă. Șețmelode, bețgelode, Ganu mișcă. Dalalı garet, damo gitar, Adamsa. Zindagislam, silindrian tatarsa. Hanum, can ya. Ratşen gida, ismet minda, hanum ya. რამაშხიკვაძე ყველა ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ჩემთვის ყველაზე ახლობელი ძვირფასი და საყვარელი პარტნიორი ეროსი მანჯგალაძეაო. განსაკუთრებულად უყვარდათ ერთმანეთი და განსაკუთრებულად შეეძლოთ თანაარსებობა სცენაზე. ეროსი და რამაზი. მერაბ კოკოჩაშვილმა ერთხელ გენიალურად ბრძანა, რაღაც გადაღებაზე იყო რამაზი და ხანუმას ტექსტი გადაშალა. ხედავ, რომ ტექსტის მახლობლად რაღაც უცნაური ინიციალები აქვს გაკეთებულიო. მკითხე რამას ეს რა ნიშნებიაო? რამას უთქვამს ეს ის ადგილები მაქვს მონიშნული, სადაც იმპროვიზაციის საშუალება მაქვსო. იმპროვიზაციის ჯადოქარი იყო. ლაპარაკობდა ყველაფერს, აი კომედია დელარტეს, ნამდვილი დღესასწაული რამას სწორედ ხანუმაში ჰქონდა. შეეძლო ესაუბრა ფეხბურთის მატჩზე, გაძვირებულ პროდუქტებზე, ქართველებისა და სომხების ურთიერთობაზე, ერთ-ერთი მსახიობის ოჯახის გაშორებაზე, მეორე მსახიობის ქმრის ღალატზე და ყველაფერზე. ამას სცენაზე მაყურებლის თანდასწრებით აკეთებდა. ამიტომ ხანუმა ნანახი მაქვს ასეთი ტერმინი არ არსებობდა. რამდენჯერაც მიხვიდოდი, იმდენჯერ ნახულობდი ახალ წარმოდგენას, რომლის გასაოცარ სანახაობას ეროსი და რამაზი ერთად ქმნიდნენ. ჩამასხით რაღა, ერთი ცუდა დავლიო. თოეს ასრულებს აკოფ დარდიმანდიანს. რაშო! ჩამასხით ერთი ცუდა დავლიო, აი ბალამ დავლიო. ეს ქვეყანა ხიმში უნდა გავლიო, აი ბალამ გავლიო. ჩამასხით როცა გავინო წუნია, ეს ქვეყანაც როსამურია. ნახევარი ცხოვრების საგავლიდე, ციფრებიდან წარაცდები დავლიე. არ შორდება ცხარება და ჭირი, მაგრამ მაინც ვიცინი არც
balam khalisa es bedana gvinom khalisa ay balam khalisa balam sense eti tua konia misas lo magvino gonia Aferin sorremis sagavliche Sitgevasadan arets nebidavni Anshordeva sutareva dajini Magramait suvitsini astiri Aferin sorremis sagavliche ჩემი მიწაწლის წყაროების სადღეგრძელო მინდა დავიო წყაროების კაცო ცივი წყაროების გადაბარაგე მე შე ძალიან მაგას და გახვალ გარე მაქსტაკანი ხონდა დაულევე ძალიან მაგას და გადახვალ ერთხელ დავიო მეორე ხარდავია მეგას რაგას შევარჩე მაგისთან აი მაქსტაკას მე მაგას მე ყურებინა გამომიჭედა სტრაბახი და მაგიდან მიჭა შენთან რა ტრაბახი მჭირია რა კაცი ხარ ამისთანია თემური მოსქონდა შესანიშნავი ნამუშევარი რა ძალიან ძლიერად და ძალიან კარგად იმუშავა ესე იგი სულიერად ეს სპექტაკლი მზათი ფორმა არ იყო ის რატომ ახლა ის დეკორაციას ვაშენებთ იქა კოსტუმები ჩავიცით და გააბუტაფორებულა ეს ყველაფერი ის რაც იყო შიგნით ჩადებული არ შეესიტყვა ის რაღაც ის სცენაც თვითონ არ მოუხდა ბიჭო ჩვენ ზემო სცენაზე თამაშობდით ხო თემურის თავისუფლად დაგეთებულია და ეს შინაგანი ამბავი მზად არის კაცო ხედავს რომ კარგი სპექტაკლია და არა ჩანს კაცო რაღაც უმედროება აი მაშინ იყო რომ რობიკოს შესთავაზეს რომ იქნებ შენ მოიფიქრო რაღაცა ვიდრე როგორ მომდგა რომ ძალიან კაი სპექტაკლია ეს არ დაგარგვა არ შეიძლება ეს ისეთ ნამუშევარია როგორ შეიძლება ეს დაიკარგო ხო და მაშინო სერგომოთ რომ მიხედე მაქსაფოს და შენ ჩედი მაქსაფოში და იყავ თანადამდგმელი თემურისთან ერთად იქნებ ერთად რამე მოიფიქრო და თემური მაშინ დასწრებული იყო რაღაც ვერ იყო კარგად ავანტყოფობდა რაღაც ერთი მომენტი და ამაუნთ რა კარგი მოიფიქრებ შემთხვევაში თუ ბეგინას ითამაშებ შენ ახლა უთხრა დავით ამანებენ მე ვკაცო რა მე აბა ვინ არ არისო მერიას ეხლა ამ წლების კაცი ამ გამოსtildeების კაცი გჭირდება როცა ამბობ გავაკეთოთ მაშინ და ითამაშეთ და დავით ახლა ბეგინა მოიტანა მე ემას სრულიად რაღაცა ესე არაფერი თითქმის არ შეუცვლია შეცვალა ის რომ მოვდივარ ჩვენს კოსტუმებში მუზეუმში კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში და აიღებს ერთ-ერთი მონაწილე ჩვენი რომელიც საკეთებდა ამას გეგეჩვერი აიღებს და დაიწყებს უ ეს რა გითხარ და დაიწყო და გაცოცხლდა ეს გამოვიდა სპექტაკლი ამ სპექტაკლის პრემიერიდან სადაც რამას დაინახავდნენ ყველა ეკითხებოდა რა შობიო და ამ ფრაზით ხვდებოდა რომ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ეს სპექტაკლი. სხვათა შორის სამანიშვილის დედინაცვალი იყო ის პირველი სპექტაკლი რომელიც დასავლეთ ევროპის მაყურებელმა ნახა. რამაზე იყო ყველგან თეატრში, კინოში, ტელევიზიაში, რადიოში, ესტრადაზე. თქვენ წარმოიდგინეთ ანიმაციაშიც კი. ერთხელ რუსთაველის თეატრის მაშინმეტელმა დირექტორმა კაკო ბაქრაძემ კრება მოიწვია და რამას სუსაყვედურა. სირცხვილია სახალხო არტისტი ხარ, დღეს რიჩარდს თამაშობ და ხვალ მიდიხარ იხვების და ბატების გასახმოვანებლათო. რამას უთქვამს რა ვქნა ბატონო, აბა იხვი თავის თავს თვითონ ხო არ გაახმოვანებსო. შეეჯიბროს მოწაფე და მასწავლებელი. ასემ სურს მე
თუ მოწაფე აჯობებს თავს მოვჭრი მასწავლებელს თუ მასწავლებელი აჯობებს თუ მასწავლებელი აჯობებს მაინც მასწავლებელს მოვჭრი თავს ეს როგორ ორივე შემთხვევაში მე მსჯით აბა ჩემს შულს ხომ არ დავიზია ამას იმდენი იმას ჩამოხდება ამას იმდენი იმას ჩამოხდება ამას იმდენი იმას ჩამოხდება ამას იმდენი იმას ჩამოხდება ამ ბრძანებას ხალხსვადერ მეფე სვადები და ჩახოხბილი ცხელი შოთის ფურები ხიზილალა ჩურჩხელები ღვინით სავსე ჩურები Razzelier გამოვძახი აი ეს მის ცხოვრება აბა ერთი კიდევ ჩამო ჩემი ღიმის ცხოვრება კარგი მაგრამ ერთი ეჩვენებურად აი ესე აი მარილების ქვეყანა შოფილი შემოვიარე Romi cari povalo cirime ratom dai griane ayase vavitu nazam aboda bedo nazam რამაშ ხვიკვაძე თოჯინების სახლიდან მადლობა რამას 1974 წლის 22 თებერვალს რუსთაველის თეატრში ყვარყვარეს პრემიერა გაიმართა. რამაშ ხვიკვაძე ეს კოსტუმი 11 ჯერ ჩაიცვა. 3 ან 4 კაციანი მაყურებლისთვის. მოდიოდნენ ცენზორები, ნახულობდნენ სპექტაკლს, ეს იყო აღბრთოვანებისა და დიდი შიშის სინთეზი. მაგრამ ვერავინ ვერ ბედავდა სპექტაკლის მაყურებლისთვის ნახვის უფლებას. ბოლოს სპექტაკლზე შევარდნაძე მოვიდა. მოეწონა. რეჟისორ რობერტ სტურუას რამდენიმე მიზანსცენის შეცვლას თხოვა. და უკვე აპრილიდან მაყურებელმა ნახა ყვარყვარე. ყვარყვარე ქართული თეატრის ბრწყინვალე ნიმუში. ყველა ინტერვიუში რობერტ სტურუაც და რამაშ ხვიკვაძეც საკუთარი შემოქმედების გვირგვინად სწორედ ყვარყვარეს ასახელებდნენ. ეს იყო განსაოცარი რედაქცია, უდიდესი მასშტაბის ხელწერა და სწორედ ყვარყვარეში შეიქმნა ის თეატრი, რასაც რობერტ სტურუას თეატრს, პოლიტიკურ თეატრს უწოდებენ. ის თეატრი, რომელმაც მთელ მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი. ქვეყანამ გაიგო ბატონო, ჩემი ვაჟკაცობა. რამდენჯერ სასწავლებლად გადაურჩი რამდენჯერ ეს და რამდენჯერ ის. რევოლუციამდე კი სარსამახს და თოგი მაგრამ უარეში კი ჩამაბა. ჯერ ფრონტზე ამდენჯერ პატრონობა გაუწიეო და ესაო და ისო. რევოლუცია და ჩემი თავი გავაცანი მარჩა. მე იქიდან აქამდე ვატარე გზაზე უგზურდა და ხალხი უკლებლი მოიყვანა. ისთვის გავაკეთე ბატონო ყველაფერი ეს. იმისთვის რომ ხელისთანა ბედნიერი მთავრობისათვის სამსახური გამეწია თუ კი დამიფასებთ რა თქმა უნდა. თქვენისთანა კაც საკადრისად ისტორია დააფასებს. თუმცა არ ჩვენ გაკლებთ პატივისცემას, თუ კი უმობიერებას გამოიჩენთ რასაკვირველია. პატივისცემას არის და პატივისცემას. მე უნდა მოვახსენოთ რომ უბრალო მოწყალებისთვის კაც თავს ვერ დაუკრავა ხმამე. თქვენ დანიშნული ხართ მთელი ჩვენი შეიარაღებული ძალების უფროსად. $944 წელი. იალტის პორტში ბათუმიდან მიმავალი გემი ჩამოდგა. გემბანზე 2 ყმაწვილი იდგა. გურამ საღარაძე და რამაშ ჭყიკვაძე. ბიჭებმა მალე შეამჩნიეს გემზე ამოსული რამდენიმე ახალგაზრდა გოგონა. ასვლაში მოეხმარნენ. საღამოს ვახშმად დაპატიშეს. სწორედ ამ გემზე გაიცნო რამაზმა ნატაშა. მერე ნატაშა მოსკოვში წავიდა. რამაზ დეპეშა გამოუგზავნა. მერე ნატაშა ჩამოვიდა. ითამაშა ფილმში ყვავილი თოვლზე.
და სამუდამოდ დარჩა საქართველოში. ნატაშა იყო რამაზის მეუღლე. ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით, ზრუნველი და განსაკუთრებით მოწონდა ის სტატუსი, როდესაც ამბობდა: ჩემი პროფესია რამაზ ჩხიკვაძის ცოლობაა. გავა 40 წელი და რამაზ ჩხიკვაძე იტყვის: გემზე რო დავინახე, მაშინ ვიფიქრე, რომ თუ ცოლს მოვიყვან, ჩემი ცოლი ასეთი ქალი იქნება. მოიყვანა კიდეც და რამაზი იმასაც ამბობდა, რომ 40 წლის განმავლობაში ეს ფიქრი მეორეჯერ არ დამბადებიაო. ერთი ლექსი და სიმღერა დაუწერე ნატაშას. ახალგაზრდები რო იყო ძალიან. ხო, ძალიან. Когда была Наташа молодая и красивая. ცოტა მეც ვიყავი და აბაგა იხსენე სულერო თავიღავი ვერძლებდი ერთუცაც მარადო. Ко мне вдруг подошли несколько человек грузин и говорят: "Чен картвели, ха?" Я картвели вас. И они меня стали угощать этими яблоками. И наверху, оказывается, на палубе стоял Роман с Гурамом Сахарадзе. Они были оба молодые, оба очень красивые. У нас не было ни квартиры, ни зарплаты, когда мы не поженились. Роман получал 75 рублей зарплату. А что я говорю? 85, извините. მე ისე ვიყავი გართული ჩემი საქმით და ნატაშას სიყვარულით, რომ მე სხვაზე უკვე აღარ ვფიქრობდი და Всегда и говорила это, что моя основная профессия – это жена Рамазан. Во-первых, это просто невероятно порядочный и честный человек. Во-вторых, то, что совершенно не присуще актерам. У него нет никакого тщеславия. И я думаю, что это трагедия. სიმღერა რომ უმღერე, მე უკვე აღარ დამტოვა მარტო და მითხრაო, ჩემო ძირფასო კარგო და დავიღუპე კიდევაც ახლა ახამდე ახლა ერთად. რამაზი თავს ყოველთვის თეატრის არტისტად მოიაზრებდა. არჩევანს ყოველთვის თეატრის სასარგებლოდ აკეთებდა, მაგრამ კინემატოგრაფმა 80-ზე მეტი უნიკალური სახე შემოგვინახა. რამაზი დადიოდა გადაღებებზე, იძახდა ფულს ვაკეთებო. მაგალითად, როდესაც რეზო ჩხეიძის ფილმიდან, ნერკებიდან ლუკა ბაბუას შესრულებისთვის წარადგინეს მამაკაცის საუკეთესო შემსრულებლად კინოფესტივალზე, არც კი წასულა. გემზე იყო და ტელევიზორს უყურებდა, როცა გამოაცხადეს. ამ როლის კონკურენტები საუკეთესო პრიზზე რიჩარდ ბარტონი და რამაზ ჩხიკვაძე არიან. გაიმარჯვა რამაზ ჩხიკვაძემ და თვითონაც არ ჯეროდა მართალი იყო თუ არა. მაგალითად, როცა ქალბატონმა ნანა ჯორჯაძემ გადაიღო თავის ფილმში, პიერი შარი იყო ჩამოსული, რომელსაც უყურებია რამაზ ჩხიკვაძისთვის და უთქვამს, ეს კაცი ჰოლივუდში რო იყოს, ამის ჰონორარი ნახევარ საქართველოს შეინახავდა. Хорошетиო, გამომოდი. Რავერ გაი. მატარებელი მიდის და არ დაახერხა გამოუგდა. Сегодняшнего дня я не буду разговаривать. Я буду только петь. Аукасис магалтудезе მიჯაჭული ამირანი ამირანი აშაღაშა ხას უთხრეს მგელი მომკვდარა თხამ ნარდიქნა გაიქცა თხავო ნუ გახარებია დანა სამგელეთი დაიქცა ამ რაკუში ზეთის ფულზე ნამდვილ ანგელოს გავხარ
მოგიკვდეთ იდიოტი მამა აი ფრანსე მისკიშელა შინდრმინდელა მიშეშალა მე ნოჭრევანს ქალაქი სიამაყეს მე აჰა დარწმუნდი აი ვაი შენი საუნღალატო ფლაურა ქართულ თეატრს და კინოს დიდი არტისტები არ აკლდა. გამორჩეული, განსაკუთრებული, მაგრამ ნოდარ გურაბანიძემ თავის არაჩვეულებრივ წიგნში, რომელსაც ასე დაარქვა ფანტასტიკური რამაზ ჩხიკვაძე, აბსოლუტური სწორი ფორმულირება მოუფიქრა. რამაზ ჩხიკვაძე მართლა ფანტასტიკური იყო და რატო? ერთი იყო სცენა, ეკრანი, მაგრამ სადაც რამაზი იყო, იქ დღესასწაული იყო. ეს იყო ტრანსპორტი, ეს იყო ქუჩა, ეს იყო სუფრა, სადაც გამოჩნდებოდა იქ ყველა თავს იყრიდა. მღეროდა არაჩვეულებრივად, არტისტობა მოგეხსენებათ, ხატავდა. თვითონ თავის ხატვას ასე ხუმრობდა ხოლმე ახალი მიმდინარეობა შევქმენი, იდიოტიზმს ჩაუყარე საფუძველიო. იმ დროინდელ თბილისში ხუმრობდნენ, სადაც რამაზ ჩხიკვაძე თამადობს, იქ ბილეთები რო გაყიდო, მაინც ვერ იშოვნიო. ბატონებო, გაიგეთ? გრიბო ჩხიკვაძე შვილი ტაკი მასხარა გამოსვლიო. ეს არ მამიწოდება ხოლმე. მივდივარ, როგორც კი დაამუხრუჭებს ტროლეიბუსი უკვე გამზადებული ხარ. გაჩერდება თორე მოგძამდება. როის დავიბადე, 28 წელს დავიბადე, იყო ნაკერი წელიწადი. ძალიან მინდოდა რომ 28 თებერვალს მინდოდა რომ 29-ში ყოფილიყავი დაბადებული. დედაჩემ სული გაუმწარე და ერთხელ მივიდა თავი დამალები სულ არ დაბადებულ ხარ ამ კბილაფი პოცი კბილა ამდერ შენ ჯერი ხარ მე შეგიდა ნამაში ვარ არ შევწყვე კაცო რომ არ გავლიო ხო სამი ვაზა თუ აქ რაო სამი ვაზა ხო უნდა დავლიო უხოხშიათ მეფების როლების თამაში მიწევდა მე იმიტომ რომ ვიცოდი რომ მეფის როლი იყო გაუნაწილებელი მაგრამ მე გადამიყვანეს იმ როლიდან მეფეზე რაღაც არ ვივარგე კარგი გმუნების და კარგი ხასიათის კაცი და იყოს არტისტი კარგი ხასიათის აბა ჟამი არტისტი ვისრათ უნდა კაცო ხასიათი უნდა ქონდეს ეს არტისტს რომ დაინახა უნდა გაგეხარდეს $1974 წელს რამაზ ჩხიკვაძე თამაშობს აზდაკს კავკასიურ ცარცის წრეში. ბოლომდე ერთოდა ყველა დეტალში, აინტერესებდა ყველა ნიუანსი, როგორ ითხოვებოდა როლი. როდესაც ამ სპექტაკლის მხატვარმა ბატონმა გოგი მესხიშვილმა მიუტანა ესკიზი, შემდეგ კოსტუმი, რამაზმა მოირგო, მაგრამ ამბობდა რაღაც მაგლიაო. შევიდა სადეკორაციოში, აიღო ქუდი, ძველი, დახეული, დაიფარა და თქვა: "მზად ვარ, შემიძლია ვითამაშო." და ითამაშა როლი, რომლითაც დაიპყრო მთელი მსოფლიო. საქართველოში კრიტიკოსები გაერთიანდნენ და 50-მდე თეატრმცოდნემ სტატისტიკა გააკეთა, რომელი სპექტაკლი იყო მე-20 საუკუნის საუკეთესო სპექტაკლიო. პირველ ადგილზე კავკასიური ცარცის წრე გავიდა, ხოლო მსოფლიო საუკეთესო 100 სპექტაკლს შორის ბრიტანელებმა კავკასიური ცარცის წრეც დაასახელეს. რატომ ჩვენ კაცებს აღარ აქვთ ზარღვებში სისხლი? ჩვენს ხალებს რემლი რატომ დავშრათ? და რატომ შერჩათ სისხლი
დამნაშავე აღმოჩენილია და ძალადობის ფაქტით სახეზეა. ბევრი ჯამის განსაკუთრებით წმინდაული შამისა დიდხანს თბილწყალში დომის სიზარმაცისა და ერთობ ფაფუკი კანის გამო შენ შეძელი ამ საბრალო ადამიანის გაუპატიურებამ. მე რომ ამ სპექტაკლმა უნდა იცოცხლოს და იცოცხლოს ჩვენს გარეშეც, რომ შევიდნენ ახალგაზრდები მერე და გააგრძელონ. არის ხოლმე ასეთი სპექტაკლები, აი მხაც ქონდა ასეთი, რატო რა მარჯანიშვილს არა აქვს, მაგისნას და ურიალა კოსტა და რამდენი იქნება. მაგისთან რომელიც უკვდავად რჩება და უნდა დარჩეს. ალბათ ეს სპექტაკლიც უნდა დარჩეს. მით უმეტეს რომ ახლა რიჩარდის და ლირის დეკორაციები თუ დაინგრა და ძნელი ასაშენებელი ეს ისეთი სპექტაკლი რაც უფრო დაინგრევა დაიჩეჩება უკეთესი ხდება. ასე რომ მაგ მხრივ ასე თქვენ ზარალს არ განისთ. სენცე ალმამო სოდენა ზაიდა სენცე ლაო წყეული მციყოს ის გარეწარი ვინც თქვენი მოკლით მე გამაუბედურა მეფე ჰენრი შენი რძალი დაქტილი შენი ვაჟიშვილის ედვარდის ცოლი თუ ოდეს მეცოლი ეღირსა გლოსტერს ისე გამწარდეს როგორც მე გამამწარა მოაჩუშენს პაგებს ის ანნა საკოცნელად არიან ისინი გაჩენილი როგორც მათხოვარი მუხლმოდრეკილი გარატები მაჩუკა სიკვდილი მე მოვკალი მეფე ჰენრი შენმა სიყვარულმა მომაკლევინა მე მოვკალი შენი ჭაბუკი ქმარი ედვარდის აღმართე მახლიან მე აღმართე ურია შენი სიკვდილი მაგრამ არ მინდა ჯალათი მაშინ მითხარი და თავს მოიგო არა განრისხებული იყავი მაშინ გაინეორე და ეს მარჯვენა რომელმაც შენი სიყვარულის მოხდა შენი სიყვარულის მოხდა კიდევ უფრო ერთგულ სიყვარულს ორივე სიკვდილის მიზეზი შენი ეს ბეჭედი მიიღე ჩემგან ხედავ როგორ მოერგო შენს თიხში ეს ბეჭედი ჩემი საცოდავი გულიც ასევეა შემოგახსული შენი მკერდით ორივე ატარე შენთვის შემომიწირებს კიდევ ერთ საფრთხო შენი ერთგული მონა შემისრულე ეს სათხოვარი და სამუდამოდ ბედნიერს გამხდი მე დამანებ ეს ხედარი ჩემზე მეტი უფლება ვის აქვს გლოვისა საკადრისად დაუგზავნე ამ კეთილშობილ მეფეს შენ კი ჩემთან წადი სასახლეში და იქ დამიცადე მეც მალე მოვა ჩემ სამთავრო შემოვდივარ მათხოვრის გროშის სილ ვახამდე ჩემი თავის ფასი მცოდნოდეს ახლა კი მომიხდება სარკის ყიდვა ერთ 20 თერცაც დავიქირაებ ისეთი თარგი გამომიწევნონ ტანს რომ დამიმშვენებდეს ანათემზეო ვიდრე სარკეს ვიყიდე საკუთარ ჩრდილს მაინც უყურო
დედამიწაზე მახინჯად ფენილს. მადლობ. წელს ლონდონში რამაზ ჭიკვაძემ 14 დღეში რიჩარდი 12 ჯერ ითამაშა. გასტროლები რო იწყებოდა სპექტაკლის პირველ დღეს ხმა დაკარგა. ალან რიკმანმა ურჩია სიმინდის ინგალაციები გაიკეთე და გეშველებაო. მეორე დილით რამაზი ფორმაში იყო. ითამაშა და ითამაშა. სპექტაკლი დამთავრებული არ იყო თანამედროვეების უდიდესმა რეჟისორმა პიტერ ბრუკმა დაწერა. ქართველების რიჩარდი მსოფლიო თეატრის შედევრიაო. კავკასიელი ლოურენს ოლივიეაო დაწერეს. და სწორედ რამაზ ჭიკვაძეზე და რობერტ სტურუაზე თქვეს, ქართველებმა გვასწავლეს შექსპირის სამშობლოში, როგორ უნდა დაიდგას შექსპირიო. მეფე ლირზე მუშაობა რუსთაველის თეატრმა 82 წელს დაიწყო და 87 წელს დაამთავრა. 88 წელს რამაზ ბრიტანეთში ბენეფისი გადაუხადეს. იმავე წელს ცნობილი ბრიტანელი მსახიობის რედგრეივის საბენეფისოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თეატრის ვარსკვლავები ჩავიდნენ და ნაწყვეტებს თამაშობდნენ. ამ ბენეფისზე რამაზ ჭიკვაძეც მიიწვიეს ლირის სათამაშოდ და პატარა ნაწყვეტი ითამაშა ვანესა რედგრეივთან, დიდი რედგრეივის ქალიშვილთან ერთად. ეს იყო რუსთაველის თეატრში რამაზ ჭიკვაძის უკანასკნელი სპექტაკლი. მერე წარმატება მინელდა. მის შემოქმედებაში დიდი პაუზა იწყებოდა. ქარიშხალი ნელ-ნელა ჩაქვრა. Quis gulevi
რამდენი თვალი და ენა რომ მომცა ხმელეთ შევძრავი ზადით ახედან გულელები ხართ გამყიდველები მარჩე შემი სულელი გოგო სამუდამო წავიდა ჩემთან სამუდამო რასი ბნელია არაფერი ჩანს რასი ბნელია Cordelia يزغيل شامخ سالي როგორც მოგახსენეთ, მეფე ლირის როლი რამაზ ჭყიკვაძისთვის უკანასკნელი გამოდგა რუსთაველის თეატრში. სტურუასა და ჭყიკვაძის შორის შავი კატები დაიწყებენ სირბილს, რომელიც არა მარტო მათ ურთიერთობას, არამედ მთელ ქართულ თეატრს დაწყევლია. მეგობრებო, შავი კატები ჯერ კიდევ დაძრწიან. გავეკეცი, ამიტომ შემოვედი იატაკქვეში და მე აქ მოვედი სულ 3 წუთს ვილაპარაკებ, იმიტომ ეს გენიალური მსახიობი. ჩემთან ერთად მოახერხა გარდაქმნა, საკუთარი თავის და მეც გარდავქმნა. ზუსტად 50 წლის წინ, აი ამ დღეს, აქ ჩვენ ვითამაშეთ პირველი გასინჯვა ყვარყვარესი. ეს იყო
საეტაპო სპექტაკლი ჩემთვის, მე არ ვიცი ვისთვის და რამაზისთვის. იმიტომ პირველად ჩამოყალიბდა ტრაგიკომიკური მსახიობი ასე ძლიერი. მას შემდეგ უკვე მას იოლი საქმე მისთვის იოლი საქმე იყო. რიჩარდი, ჰამლეტი, ნუ ნებისმიერ როლს ითამაშებდა. და დაბავდა სახელი მეფელირი. მე მინდა ვთქვა რომ აი მინდა მოულოცო რამაზის ჩემს ძირფას რამაზის დაბადების დღე 95 წლის გახდა. მე 85-ის 10 წელი იყო განსხვავება ჩვენ შორის. და მოულოცო ეს დიდებული ყვარყვარე რომელიც აი აქ ამ სცენაზე და პრემიერა იყო 22 თებერვალს. იმიტომ იმდენი გასინჯვა იყო 16 გასინჯვა. ორი თვეთ დავაგვიანეთ, გვინდოდა საშობაოდ გამოგვეშვა სპექტაკლი. და ბოლოს ვიტყვი რომ მე არ ვიცი რა სიმდიდრე დაუტოვა თავის ოჯახს და ცრუ მეგობრებს რამაშ ხიკვაძებ, მაგრამ ქართულ თეატრს, რუსთაველის თეატრს და მე პირადად დავიტოვა ცხოვრება. დიდება მას. აქედან გავიდოდი, მაგრამ კატები მიცდიან ქვემოდაზე. უნდა გადაუყარო საჭმელი, თორემ შემჭამონ. ობა. იმპროვიზაცია, ბატონი რობერტ სტურუა. ამ თეატრის მუზეუმში არის განცხადება, როცა რამაზ ხიკვაძე იმ დროინდელი თეატრის დირექტორს, ბატონ თემურ ჟღენს წერს. მივდივარ თეატრიდან თუ დაგჭირდით დამეძახეთ. თუ არა და მე ამ თეატრში არ გავჩერდებიო. ძალიან გაუჭირდა რამას უთეატროდ ცხოვრება. საშინელი დეპრესია დაეუფლა. გარეთ აღარ გამოდიოდა. არ იცოდა ცხოვრება როგორ გაეგრძელებინა. და სწორედ ამ დროს ბატონმა ავთო ვარსიმაშვილმა დააკავა რამაზ ხიკვაძე სიკვდილის როკვაში. 20 წელი ჩხიკვაძეს სტურუას გარდა სხვა რეჟისორთან ნამუშევარი არ ქონდა. მას პირველად ეძლეოდა შანსი, რომ დაემტკიცებინა, რომ ქონდა ძალა სტურუას გარეშე დიდი ტილოების შექმნისა. რა გინდოდა ჩემგან? რა გინდოდა ჩემგან? შენ თვითონ რა გინდოდა ჩემგან? რას მოეთრეოდია? შემოიჭერი ჩემს ოჯახში გამინგრია. შენ თვითონ რა გინდოდა ჩემგან? მაგრამ მე როგორც ნამდვილი ჯარისკაცი ყველაფერს გადავიდა. ყველაფერს და ახალ ცხოვრებასაც დავიწყებ. თქვენ კი ნაცირალებო. ავთო ვარსიმაშვილის ამ სპექტაკლით გაიხსნა თეატრალური სარდაფი. 1997 წელს რამაზი ხშირად ხუმრობდა, სად დავიწყე და სად ვამთავრებო. 97 წლიდან 2011 წლამდე, რამაზის გარდაცვალების წლამდე მას ახალი როლი აღარ უთამაშია. უმეტეს დროს ოჯახთან ერთად ატარებდა, ხშირად ჩეხეთში იყო, ხანდახან ჩამოდიოდა და ცხოვრობდა ასე. მალე რამაზ მძიმე დიაგნოზი დაუდგინეს. ნატაშას ყველაზე მეტად ეშინოდა იმ დღის დადგომის, როდესაც რამაზის გარეშე მოუწევდა ცხოვრება. რუსთაველის თეატრში უსამართლობა მოხდა. რობერტ სტურუა გაუშვეს თეატრიდან. რამაზმა და ნატაშამ დაივიწყეს პირადი წყენა და ჩეხეთიდან ერთ-ერთ გადაცემაში პირდაპირი ეთერით ჩაერთნენ. ნატაშამ დაიცვა სტურუა. საუბრის დროს შეუძლოდ გახდა. ყურმილი რამაზ გასდასცა. რამდენიმე წუთში ნატაშამ გარდაიცვალა. ასრულდა მისი ოცნება, მას აღარ მოუწევდა რამაზის გარეშე ცხოვრება. დაუძლურებული რამაზი ხატებთან მივიდა და ღმერთს შეთხოვა. ღმერთო მომეცი ძალა, რომ ნატაშა ღირსეულად დავგრძალო. ნატაშამ და რამაზმა ერთად 54 წელი იცხოვრეს. რამაზმა ნატაშას გარეშე
54 დღე. გაქრა დიდი არტისტი. დამთავრდა ყველაფერი. თეატრი განწირულია დავიწყებისთვის, რადგან ქრება ყველაფერი. რჩება რამდენიმე რეკვიზიტი, კოსტუმი, დეკორაციის ნარჩენი, ფოტოები და მოგონებები. ლეგენდა, სახელად რამაზ ჩხიკვაძე. მემორიალური დაფა სახლზე და მისი სახელობის ქუჩა. როგორც კავკასიურ ცარცის წრეშია. მოკვდა აზდაკი. მას ხშირად აზდაკის ბაღში იხსენებდნენ. აქვე თეატრთან ახლოს არის ბაღი. ბაღში დგას აზდაკის ძეგლი, რომელსაც ჩვენ თეატრალები აზდაკის ბაღს ვეძახით. რადგან ჩვენ კაცებს აღარ აქვს ზარღვებში სისხლი. ჩვენ სკალებს სრემლი რატომ დავშრათ და რატომ შერჩათ სისხლის სასაკმაოზე მიდენილ ხბორებს. სრემლი კი მხოლოდ წყლის ნაპირას ჩინოვნიკები ლავისარის ქუჩაში დასხდნენ. თავადების სუფრას უსხედან, ჩვენს კაცებს კი სისხლის საღვრელად ერეკებიან. ვინც თვლა არ იცის 4-მდე კარგად, 8 კერძა ხალაბას. რატო? ბოლოს სწორედ ამიტომ აღარ აქვს ჩვენს კაცებს სისხლი. სწორედ ამიტომ დაშრობიათ ჩვენს ქალებს სრემლი. Thank you.